დავიწყოთ ბიზნეს ინსაიდერი, ტრადიციულად 4 შაბათს საინფორმაციო გამოშვების შემდგომ მიმოვიხილავთ ეკონომიკისა და ბიზნესის მნიშვნელოვან სიახლეებს და რა თქმა უნდა საუბრობთ იმ ძირითად საკითხებზე, რომელიც ეკონომიკაში ხდება მიმდინარე დღეების განმავლობაში, ხდებოდა და ხდება მიმდინარე დღეების განმავლობაში, პირველ რიგში, ვიდრე ტრადიციულად ასევე წარმოგიდგენდეთ სტუმარს და დღეს ძალიან საინტერესო საკითხებზე ვისაუბრებთ, როგორც ყოველთვის ამავდროულად მიმოვიხილავთ კიდევ ერთხელ მნიშვნელოვან მოვლენებს და რა თქმა უნდა პრემიერ ფაშინიანის ვიზიტი საქართველოში, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი საქართველოში, რომლის მთავარი ნაწილიც იყო საქართველოს სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათა შორის კომისიის სხდომა. პრემიერი ფაშინიანი ეწვია საქართველოს, ცხადია მას ჰქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრები საქართველოს ოფიციალურ პირებთან, ცხადია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბატონ ირაკლი კობახიძესთან, ჩვენ ვნახეთ განცხადებები პრემიერ კობახიძის, ასევე ეკონომიკის სამდგრადი განვითარების მინისტრის თუ რა იყო ძირითადი საკითხები, რომელიც განხილული იქნა ამ პერიოდის და ამ ვიზიტის განმავლობაში, უპირველეს ყოვლისა, როგორც მათ შორის ვკითხულობთ საქართველოს ეკონომიკის სამდგრადი განვითარების მინისტრის Facebook გვერდზე საქართველოს და სომხეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა და პარტნიორობა იქნა ჯამში განხილული, რომელიც სადაც აქცენტი გაკეთდა არა ერთი მიმართულების მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის რა თქმა უნდა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და ასევე ცხადია მიმდინარე პერიოდიდან და მიმდინარე ვითარებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი ყურადღება გაკეთა მნიშვნელოვანი აქცენტი გამახვილდა რეგიონში მშვიდობის შენარჩუნებაზე, რაც ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხია დღეს და ახლა როცა ყოველთვის განსაკუთრებით გრძნობთ რეგიონში მიმდინარე ვითარებიდან გამომდინარე, როგორც პრემიერმა აღნიშნა შემდგომში და პრემიერ მიესალმა სამშვიდობო შეთანხმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რომელიც რა თქმა უნდა მათ შორის საქართველოს ჩართულობით და საქართველოს წვლილით, ასე ვთქვათ, ორი მეგობარი და მეზობელი ქვეყნის მეზობლურ და შემრიგებლური ურთიერთობის ნაწილში ძალიან დიდია და ბუნებრივია პრემიერმა აღნიშნა, რომ სწორედ ეს ტენდენცია ქმნის ძალიან კარგ საფუძველს, რომ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მშვიდობასა და სტაბილურობას კიდევ უფრო მეტი ყურადღება დაეთმოს და ცხადია, სხვა შორის აღინიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრის მხრიდანაც, რომ სწორედ ეს თანამშრომლობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დღეს მნიშვნელოვანწილად ხორციელდება საქართველოს ჩართულობით. დიახ, საქართველო ნამდვილად ასრულებს ყოველთვის განსაკუთრებულ და მნიშვნელოვან როლს ორი მეზობელი და მეგობარი ქვეყნის თანამშრომლობის ნაწილში. ასევე აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ სწორედ სომხეთის პრემიერ-მინისტრის საქართველოში ვიზიტამდე ერთი დღით ადრე საქართველოს ეკონომიკის სამდგრადი განვითარების მინისტრი იმყოფებოდა აზერბაიჯანის დედაქალაქში, სამხრეთ გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მე-12 მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც სწორედ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა გახსნა, სადაც სწორედ საუბარი იყო სამხრეთ გაზის დერეფანზე და მასში საქართველოს მონაწილეობასა და ჩართულობაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ზოგადად გაზის დერეფანი, რომელიც აძლიერებს მთლიანად რეგიონის ენერგოუსაფრთხოებას, დივერსიფიკაციას და როგორც ეკონომიკის და განვითარების მინისტრმა აღნიშნა, წლებმა აჩვენა თავის ნაწილი, რომ საქართველო არის ნამდვილად დერეფნის შეუცვლელი პარტნიორი, ძალიან სანდო პარტნიორი, ძალიან აქტიური მონაწილე. ასევე ეკონომიკის სამდგრადი განვითარების მინისტრი აღნიშნავს, რომ სწორედ საქართველოს გავლით ხდება ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება, რომელსაც ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირის ენერგეტიკული ბაზრების დივერსიფიცირებისა და უსაფრთხოების მიმართულებით. კიდევ ერთხელ აი ამ ორი დღის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ ორი ძალიან მნიშვნელოვანი მეზობელი მეგობარი ქვეყანასთან საქართველოს თანამშრომლობის ძალიან ნათელი მაგალითი და კიდევ ერთხელ საქართველოს განუზომელი როლი და ხშირად როდესაც საუბარი არის ხოლმე იმ ნაწილში თუ საქართველოს და ბევრი ცდილობს რომ დააკნინოს საქართველოს როლი ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის ჭრილში შუა დერეფნის ნაწილში, აქ ჩვენ ვხედავთ ვითარებას აბსოლუტურად
საპირისპიროს კიდევ ერთხელ ორივე ქვეყნის ლიდერები, გულისხმობ ამ შემთხვევაში აზერბაიჯანის და სომხეთის, ჩვენი მეგობარი მეზობელი ქვეყნის ლიდერები მნიშვნელოვანწილად და დიდწილად ყოველთვის ხაზს უსვამენ საქართველოს გამორჩეულ როლს. ამავდროულად მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს როგორც შუადერეფნის ქვეყნის როლი არა მხოლოდ სხვათა მხრიდან ხდება ხაზგასმა, არამედ არის ძალიან კარგად გააზრებული საქართველოს მთავრობის იმ პრიორიტეტებში და იმ პოლიტიკის ნაწილში, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, გულისხმობ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, გულისხმობ იმ ძირითად მიმართულებებს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საქართველოს პოზიციონირების გამტკიცება, ჩვენ ვსაუბრობთ პროექტებზე, რომელიც არის დაკავშირებული რკინიგზის მოდერნიზაციის ნაწილთან, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის ნაწილთან, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მიმართულებასთან და რა თქმა უნდა, ანაკლიის ღრმა წყლოვან პორტთან. ამავდროულად დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი და მნიშვნელოვანი ინფორმაცია შეეხება სწორედ ინფლაციასთან დაკავშირებულ საკითხს, გამოქვეყნდა ინფლაციის მაჩვენებელი გასულთვის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.2%-ია, წელიწადში 4%-ს აღემატება, ანუ რაც ნიშნავს, რომ აღემატება გარკვეულწილად ეროვნული ბანკის მხრიდან განსაზღვრული მიზნობრივ მაჩვენებელს, ანუ 3%-ს, თუმცა კლების ტენდენციით ხასიათდება, რაც ცხადია მისასალმებელი ნაწილია ამ წელში, მაგალითად თუ შევხედავთ ჩვენ იანვრის ინფლაციას დეკემბერთან შედარებით იყო +1.2% და ახლა თებერვალში იანვართან შედარებით საუბარი გვაქვს მხოლოდ 0.2%-ზე. ჯგუფები, რომლებიცაც განსაკუთრებული წვლილი აქვს ინფლაციის ნაწილში, როგორ ფორმირდება, ანუ პროდუქტები და მომსახურების რა ნაწილი ახდენს გავლენას ინფლაციის ზრდაზე ან შემცირების მიმართულებაზე, პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ შემცირებულია სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ფასი 0.13%-ული პუნქტით, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ უფრო მეტი გაძვირების ნაწილი ამ შემთხვევაში ფიქსირდება ტრანსპორტის მიმართულებაზე, მაგრამ კიდევ ერთხელ ჯამში კლების ტენდენცია თვალსაჩინოა და მნიშვნელოვანი ნაწილია. მთლიანობაში თუ ჩვენ სასურსათო კალათის მაჩვენებელსაც ავიღებთ და გავაკეთებთ დეკომპოზიციას, ცხადია, უდიდესი ნაწილი ამ შემთხვევაში მოდის სურსათზე, სასმელებზე, თამბაქოზე, ცხადია, აქედან სურსათი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნაწილია. ეს რაც შეეხებოდა წლიური ინფლაციის ჭრილს, ხოლო რაც შეეხება ჩვენს ასევე მნიშვნელოვან თემას, რომელიც არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ყველასთვის, შეეხება ინოვაციებს, სტარტაპებს, მაღალ ტექნოლოგიებს, ინოვაციურ სტარტაპებს, IT სექტორის განვითარებას. ამ თემაზე ჩვენ ვისაუბრებთ ბატონ ავთანდილ კასრაძესთან, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების აგენტოს თავმჯდომარესთან, ჩვენს დიდი ხნის მეგობართან, არაერთხელ ჩვენს სტუმართან, ყოველჯერზე პირობას ვართმევთ ხოლმე ბატონ ავთანდილს, რომ კვლავ გვესტუმრება და კვლავ გვესტუმრა. ამჯერადაც მადლობა ბატონ ავთო მობრძანებისთვის და მინდა რამოდენიმე საკითხს შევეხო ჩვენი ბოლო საუბრიდან გამომდინარეც და ისედაც რა ტენდენციების ბოლო პერიოდში გქონდა. კიდევ 4 ქართულ სტარტაპს მიენიჭა ინოვაციური სტარტაპის სტატუსი. კიდევ ერთხელ მაინც რომ განვმარტოთ ჩვენს მაყურებელს, მენელებს, რას ნიშნავს ინოვაციური სტარტაპის მინიჭება ამ შემთხვევაში და რამდენადაც შეგვიძლია ვთქვათ, რომელ კომპანიებზეა საუბარი და რა იქნა, რა გახდა გადაწყვეტილების მიღების მთავარი ფაქტორი. მოგესალმებით ბატონო გიორგი, მოგესალმებით თქვენს მაყურებლებს, მსმენელებს. ჩემთვის ყოველთვის დიდი პატივია თქვენთან სტუდიაში სტუმრობა და მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა ფართო საზოგადოებასთან ერთად. რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის. და რა თქმა უნდა, ინოვაციები, ტექნოლოგიები არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი სექტორი, რომელიც უკვე თითოეული ჩვენი მოქალაქე გრძნობს მის როლს ეკონომიკის განვითარებაში. ბოლო წლებში ჩვენი სწრაფი ეკონომიკური ზრდა პირდაპირ პროპორციულად დამოკიდებულია ასევე ამ ინდუსტრიის ზრდასთან და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი ჩვენი ეკონომიკის დაჩქარებაში ამ სექტორმა უკვე შეასრულა და რაც ყველაზე მთავარი კიდევ უფრო დიდი პოტენციალი აქვს ამას. ამ მიმართულებით რა თქმა უნდა ინოვაციების სტატუსის შემოღება საქართველოს მთავრობის ასე ვთქვათ განზრახული გადაწყვეტილება იყო იმისთვის რომ ჩვენ დამატებით მოვიზიდოთ მსხვილი ინვესტიციები, საერთაშორისო ინვესტიციები ქართულ ბიზნესში, ტექნოლოგიურ სექტორში
და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გამომდინარე იქიდან, რომ ეს უზრუნველყოფს დამატებითი, რაც მთავარია მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნას, ქვეყანაში დამატებითი საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვას და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ გვინდა რომ ტექნოლოგიური სიკეთეები საქართველოს თითოეულ მოქალაქემდე მივიდეს და ჩვენი ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაცია უზრუნველყოს, რაც მნიშვნელოვანია. სტარტაპის სტატუსი თავისთავად ეს ერთ-ერთი უკვე ასე ვთქვათ, ნაბიჯი იყო მთავრობისგან, რომელსაც წლების განმავლობაში ჩვენ ინოვაციურ სტარტაპებს სხვადასხვა კუთხით ვეხმარებოდით. პირველ რიგში ეს იყო რა თქმა უნდა დაფინანსებასთან წნომის უზრუნველყოფა, საერთაშორისო საინვესტიციო ფონდებთან დაკავშირება მათი, საერთაშორისო აქსელერატორის პროგრამები, ინკუბატორის პროგრამები, რაც უზრუნველყოფდა ჩვენი სტარტაპების კიდევ უფრო სწრაფად განვითარებას და ამასთან ერთად ჩვენ ვთქვით, რომ მნიშვნელოვანია, რომ საგადასახადო კუთხით კიდევ დამატებითი მექანიზმი შემოვიღოთ და უპრეცედენტო საგადასახადო შეღავათები კეთდება ინოვაციური სტარტაპებისთვის. პირველი 3 წლის განმავლობაში აბსოლუტურად განულებული არის მათი საშემოსავლო საგადასახადო ტვირთი, რომელიც არის ყველაზე დიდი ტვირთი სტარტაპებისთვის, რომლებსაც ჯერ პროდუქტის განვითარებაზე არიან, მათ არც კი დაუწყიათ პროდუქტის გაყიდვა, შესაბამისად შემოსავლები, ისინი ქმნიან ინოვაციურ პროდუქტს და ამ პერიოდში აბსოლუტურად ყველა თანამშრომელზე მათ ექნება 0%-იანი საგადასახადო რეჟიმი, რაც 20%-ით უზოგავს ნებისმიერ ხარჯს, რაც გულისხმობს იმას, რომ ამ სტარტაპს უფრო მეტი რესურსები მიემართება განვითარებაში და საერთაშორისო კონკურენციაში გამარჯვების. იმიტომ რომ ჩვენ ვსაუბრობთ ინოვაციურ სტარტაპებზე, ჩვენ ვსაუბრობთ გლობალური დონის სტარტაპებზე. შესაბამისად, ეს არის მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, ინსტრუმენტი. 8 სტარტაპმა უკვე მიიღო ინოვაციური სტარტაპის სტატუსი, არ არის მარტივი სტარტაპის სტატუსის მიღება, ძალიან ბევრი რთული კრიტერიუმებია, რომელიც მათ უნდა დააკმაყოფილონ. კი ბატონო, ინვესტიცია უნდა კონდეთ მოზიდული, ჩვენ არ ვსაუბრობთ ისეთ სტარტაპებზე, რომელსაც ინვესტიცია არ აქვს მოზიდული, ან ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამაში უნდა იყვნენ გამარჯვებული, რომელიც ასევე რთული პროცესი არის. საერთაშორისო ვენჩურული საინვესტიციო ფონდის წარმომადგენლებისგან შედგება კომისია, რომლებიც არჩევენ დაფინანსებულებს და თან ინვესტიცია ყველასგან არ ითვლება ინვესტიციად, კვალიფიციური ინვესტიციად სტარტაპის სტატუსის მისაღებად, ეს უნდა იყოს ან ვენჩურული საინვესტიციო ფონდი, ან ანგელოზ ინვესტორთა ქსელი, ან საერთაშორისო აქსელერატორი და ინკუბატორი. და ან კიდევ ერთხელ როგორც ვამბობ, საქართველოს მთავრობას ამ შემთხვევაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს გრანტი. და ამის შემდეგ ვამოწმებთ იმის ინოვაციურობას კიდევ ცალკე, ამის შემდგომ მოწმდება მისი ყოველწლიური შემოსავლები და ხარჯები დაკავშირებულია თუ არა მის ინოვაციურ საქმიანობასთან. არ გვინდა ჩვენ რომ სტატუსი მივცეთ და მისი საქმიანობის მხოლოდ მცირე ნაწილი იყოს ინოვაციური და დანარჩენი იყოს ტრადიციული ბიზნეს საქმიანობა, ჩვენ მხოლოდ ესეთი განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათი დავაწესეთ მყარად ინოვაციურ ბიზნესთან მიმართებაში, რაც არა მარტო რეგიონის მასშტაბით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით უნიკალური საგადასახადო შეღავათებია და ჩვენ ასევე, როდესაც ვსაუბრობთ ციფრებზე და ეკონომიკის ზრდაში, დღეს ახლა საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორის განვითარებას დიდი როლი აქვს, სტარტაპების მიმართულებას კიდევ უფრო დიდი როლი შეიძლება ქონდეს მომავალში. ჩვენ ასევე ველოდებით, რომ საერთაშორისო სტარტაპებისთვის საქართველო გახდება ძალიან მიმზიდველი ადგილი და ამის ნიშნებს ჩვენ ვხედავთ არა მარტო რეგიონალური სტარტაპებიდან, არამედ უფრო ფართო, მათ შორის დასავლეთ ევროპის სტარტაპები იქნება თუ ამერიკული სტარტაპები, არის ინტერესი, რომ საქართველო გახდეს ახალი ჰაბი ამ მიმართულებით, რომ სტარტაპები გადმოიტანონ აქ, რაც პირდაპირ ნიშნავს დამატებით სამუშაო ადგილების შექმნას საქართველოს მოქალაქეებისთვის, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ შეუძლებელია ვიფიქროთ, რომ ეუცხოური სტარტაპები მთელ სტავს საქართველოში გადმოიყვანენ, ხო? შესაბამისად, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის. კი ბატონო, აბსოლუტურად გეთანხმებით. თქვენ ახსენეთ, რომ მარტივი გზა არ არის გასავლელი, თუმცა სარგებელი ძალიან დიდია, ვთქვათ, ამ კუთხით, რასაც უყურებთ და მეორე მხრივ სურვილიცაც აღძრავს ერთის მხრივ და мотиваციასაც აძლიერებს, რომ რაღაცნაირად ამ ნაწილში მოხდნენ კომპანიები, ხო? ზოგადად რომ ავიღოთ უფრო ფართო გეგმას რომ შევხვდეთ, აი დაახლოებით როგორ წარმოგვიდგენია ხედვა რამოდენიმე წლის შემდეგ 2030 წლისთვის, აი რა ხედვა გვაქვს რომ რა არის საუკეთესო სცენარი, საუკეთესო მიახლოებული. მოგეხსენებათ, საქართველო მაინც არის პატარა ქვეყანა, ასე ვთქვათ, 3.7 მილიონი მოსახლეობით. ჩვენ როგორც გითხარით, 8 სტარტაპს უკვე სტატუსი მივეცით და წლის ჭრილშიც რო ვისაუბროთ, მაგალითად, ჩვენი ვარაუდია, რომ წლის ბოლომდე დაახლოებით 100-მდე ქართულ ინოვაციურ ბიზნესს ექნება შესაძლებლობა, რომ ამ სტატუსით
ისარგებლონ და ჩვენი სწორი შეიძლება 100-მდე კი ბატონო და ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგად ჩვენ ვფიქრობთ რომ ინოვაციური ბიზნესების რაოდენობა 2030 წლამდე 200-მდე შეიძლება გაიზარდოს. აქ გულისხმობთ მათ შორის უცხოური სტარტაპები, რომლებიც ასე ვთქვათ, გადმობარგდებიან საქართველოში, გახსნიან ქართულ კომპანიას და ქართული კომპანიაში მოხდება მათი პროდუქტის შემდგომი განვითარება და გაყიდვა საერთაშორისო ბაზრებზე. იმდენად კარგი, ასე ვთქვათ, ეკოსისტემა. კიდევ ერთხელ არ ვამბობ მხოლოდ საგადასახადო მიმართულებაც, მთელი ეკოსისტემა, იმიტომ რომ დაფინანსებასთან წვდომა, საერთაშორისო 4 ტოპ საერთაშორისო აქსელერატორი 500 Plug and Play, Founders Institute და Startup Bootcamp არის საქართველოში, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ფულთან ერთად ამ სტარტაპებს კონდეს წვდომა უდიდეს networks-ზე მთელი მსოფლიოს, როგორც მომხმარებლების აყვანის კუთხით, ასევე პარტნიორების ყოფნის კუთხით, ასევე ინვესტორების თან კომუნიკაციის კუთხით. შესაბამისად, ეს ყველაფერი გარდა ამისა, თქვენ დიდი ხანია ეკონომიკის და ბიზნესის სფეროს აშუქებთ და როგორც 2-4 უკვე ტკიცება არ ჭირდება თუ ზოგადად ბიზნეს გარემო საქართველოში როგორი ერთ-ერთი წამყვანია მთელ მსოფლიოში და ამას ამბობს არა მთავრობა, არამედ მსოფლიოში ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები, მსოფლიო ბანკიდან დაწყებული მონეტარული ფონდით გაგრძელებული და ასე შემდეგ. შესაბამისად, ყველაფერი ეს ერთობლიობაში ქმნის ძალიან საინტერესო ასე ვთქვათ შესაძლებლობას, რაც ნიშნავს, რომ თუ 2000 სტარტაპი გვეყოლება, ნიშნავს, რომ მინიმუმ 1.5 მილიარდი იქნება მაგალითად ამ სტარტაპების ბრუნვა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში და ასე ვთქვათ, ინვესტიციების რაოდენობა რამდენიმე მილიარდს გადააჭარბებს. ეს რა თქმა უნდა პირდაპირ აისახება თითოეულ საქართველოს მოქალაქეზე და ჩვენი ეკონომიკის სწრაფ გაზრდაზე, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მომავალი თაობა პირველ რიგში და ეს განათლების რეფორმაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ამ კუთხით, რომ შეხვდეს მომზადებული ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ახალი სამუშაო ადგილებს და რაღაცა იმ ჩარჩოდან გამოვიდეთ, რაც 30-40 წლის წინ ის პროფესიები რაღაცა პრესტიჟული იყო, დღეს შეუძლებელია ეს პროფესიები ისე მოთხოვნადი იყოს და შესაბამისად ამ მიმართულებითაც რა თქმა უნდა განათლების სექტორში გადადგული ინიციატივები მნიშვნელოვანია, რომ სწრაფად და ბიზნესისთან კვალდაკვალ განხორციელდეს. კი ბატონო, მართლაც მნიშვნელოვანი ნაწილია, მნიშვნელოვანი აქცენტები გააკეთეთ ახალ სამშობლოში და აუცილებლად მინდა გკითხოთ, როდესაც ჩვენ საუბრობთ უფრო ფართო ჩართულობაზე, უფრო ფართო გეგმებზე, ყველას ასე ვთქვათ, ყველა ველით და იმ საუბრის გაგრძელებას, რომელიც ჩვენ მანამდეც არაერთხელ გქონია, საუბარი შეეხება ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის პროცესს, სარეაბილიტაციო პროცესს. სად ვართ ახლა, რა ნაწილში ვართ და რა გვაქვს პროგრესი, თუ და ჩვენი ბოლო სტუმრობის შემდგომ რომ შევაფასოთ. ბატონო, პირველ რიგში მნიშვნელობაზე გაუსმო ხას, რამდენად მნიშვნელოვანია ეს პროექტი მთლიან რეგიონალური თვალსაზრისით და რეგიონში არ გულისხმობ იმერეთის რეგიონს, გულისხმობ საერთოდ სამხრეთ კავკასიის რეგიონს, გამომდინარე იქიდან რომ ბევრი რაღაცა უნიკალური სივრცე განთავსდება იქ პირველ რიგში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მუზეუმი ინტერაქციული, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ აბსოლუტურად საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე იქნება ვიზიტორი ამ სივრცის, წაიყვანს მათ ბავშვებს, ახალგაზრდებს და არის საუკეთესო შესაძლებლობა, რომ ტექნოლოგიების სიყვარული სწორედ იქ ჩამოყალიბდეს, რაც მათი მომავალი განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის. ჩვენ აბსოლუტურად ყველა ექსპონატი უკვე ნაყიდია, საქართველოში არის ჩამოსული. ამჟამად მოგეხსენებათ, რომ ეს არის პარლამენტის ყოფილი შენობა ქუთაისში, რომელსაც განთავსდება ტექნოლოგიური ჰაბი. ზუსტად რომ პროგრესი აუხსნათ მოსახლეობას, ძალიან რთული შენობაა რა თქმა უნდა და ამიტომ წაიღო დრო რომ სწორად გაკეთდეს. იქ ინფრასტრუქტურა ისე იყო გაკეთებული, რომ სუნთქვა უბრალოდ შიგნით შეუძლებელი იყო და ჩვენ არ გვინდა რომ რაღაც მაშინ იყო რომ ერთმა ადამიანმა მიიღო გადაწყვეტილება და დაავალეს ხალხი რომ პარლამენტი გადასულიყო და რა სამუშაო პირობები ქონდა, არავინ არ წუხდა მაგაზე და უბრალოდ სუნთქვა შეუძლებელი იყო მართლა იქ. შესაბამისად ჩვენ მთლიანად დავასრულეთ გაგრძელებული
სინგრილების სისტემის რეაბილიტაცია, რომ ჩვენი მოქალაქეები კომფორტულად გრძნობდნენ თავს იმ შენობაში, ასევე შესასვლელები მთლიანად მოწესრიგდა. ხელოვნური ტბა ასევე რომელიც იქ არსებობდა და მხოლოდ ერთხელ გახსნისას აავსეს წყალი ჩვენ მოვახდინეთ მისი რეაბილიტაცია და ასევე მშვენიერი სარეკრეაციო სივრცე იქნება ახლა უკვე აღმოსავლეთის შესასვლელის რეაბილიტაცია თითქმის დამთავრებულია და მიდის გადახურვის სისტემის სრული რეაბილიტაცია, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ამბობ, ძალიან დიდი ხარვეზებით იყო და სწრაფად ცდილობდნენ ამ შენობის გახსნას და შესაბამისად ძალიან ბევრი შეცდომები ამ მშენებლობის პროცესში დაშვებული, რომლის გამოსწორებასაც ახლა ჩვენი გუნდი აკეთებს და მიმდინარეობს უკვე შიდა რემონტი, სადაც მთლიანად მოხდა უკვე დემონტაჟი ყოფილი კაბინეტების, რომ ეს უკვე გადაკეთდეს ტექნოლოგიებისთვის შესაბამის სივრცეებთან და დაწყებულია უკვე სარემონტო სამუშაოები და ჩვენ ასე ვთქვათ გეგმა გვაქვს რომ მაისის ბოლოს უკვე ეს სივრცე ხელმისაწვდომი გახდეს საქართველოს ყველა მოქალაქეებისთვის აქ იქნება 2-3 თვე გვაშორებთ. კი ბატონო, აქ იქნება წარმოდგენილი არა მარტო მუზეუმი, რომელიც აღნიშნავს ყველაზე დიდი ტექნოლოგიური პარკი და ყველაზე წამყვანი ლაბორატორიებით, ხელოვნური ინტელექტის ექსელენს ცენტრი განთავსდება აქ, განთავსდება ასევე მნიშვნელოვანი სასწავლო კრეატიული და ტექნოლოგიების მიმართულებით ცენტრი, რომელიც მსოფლიოს 17 ქვეყანაშია დღეს და საქართველოს იქნება წარმოდგენილი მხოლოდ ექსკლუზიურად სკოლის მოსწავლეებისთვის და შესაბამისად მართლა ძალიან უნიკალური სივრცე, გარე რეკრეაცია, ასევე ხელოვნური ტბა და მუზეუმი ერთობლიობაში, ანუ ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ უნიკალურ სივრცეს ქმნის და არა მარტო საქართველოს მოსახლეობისთვის, ასევე ვფიქრობთ, რომ ტურისტებისთვის ერთ-ერთი თვალსაჩინო სანახავი ადგილი იქნება ტექნოლოგიური ჰაბი. კი ბატონო, მართლაც ახსენეთ შენობა, რომელიც რაღაც ესეთ მართლაც ესეთ სწრაფად ხელოვნურად ყოველგვარი მომზადების გარეშე გაიხსნა შენგო ვიცი თუ ამრავი პრობლემები გიო საპარლამენტო მუშაობას რამხელა პრობლემები ახლდა თან განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის რომლებიც იქ მუდმივად მუშაობდნენ უკვე პარლამენტის აპარატს ყოველდღიურად იქ რომელზეც არავინ ზრუნავდა სამწუხაროდ როდესაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს ამ თემაზე ყველაზე ნაკლები იყო ნაფიქრი და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს შენობა თორე ხდომათა დარბაზში გაგრილება იყო და კი ხდომათა დარბაზს არაუშავდა კუთხით კი დეპუტატებისთვის არაუშავდა ამ თემას და მართლაც მნიშვნელოვანია რომ აი ეს შენობა სრულად სხვა ფუნქციას იძენს რეალურად იმ ფუნქციას რომელიც ასევე მართლაც ძალიან რეგიონისთვის ფართო რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება თქვენთან საუბარში არ შემიძლია არ აღვნიშნო ასევე როცა ზოგადად ჩვენ ვახსენებთ რეგიონს ქუთაისზე გავამახვილოთ უფრო მეტად ყურადღება ჯიტას შემთხვევაში ასევე აქტიურად ხარ წარმოდგენილი რეგიონებში ხომ იგივე როცა ჩვენ საუბრობთ ჯიტას თანამშრომლობაზე სტარტაპებთან ასე გვიცი რომ ამ კუთხით რეგიონებში ხარ წარმოდგენილი როგორია ზოგადად თანამშრომლობა სტარტაპებთან უფრო რეგიონების ჭრილში და რეგიონების ნაწილში ამ კუთხით ხშირად ბევრი საუბრობს ხოლმე და არის ხომ ისეთი მომენტი რომ ხო არ არის მხოლოდ თბილისის აქცენტი და ხო არის ჩაგრება თქვა რეგიონების წარმომადგენლები დიახ ჩვენ რეგიონებში მყარად ვარ წარმოდგენილი უკვე რამდენიმე წელია თითქმის აბსოლუტურად ყველა კუთხე უკვე დაფარული გვაქვს ზოგ კუთხეებში რამდენიმე ტექნოლოგიური პარკი არის წარმოდგენილი მაგრამ სადაც არ გვაქვს ტექნოლოგიური პარკი წარმოდგენილი იქაც ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი სხვადასხვა ტიპის პროექტები აბსოლუტურად ყველა რეგიონში მაგალითად გვაქვს ცალკე რეგიონალური საგრანტო პროგრამა სადაც დაამწყებ ინოვაციურ სტარტაპებს 25000 ლარამდე თითოს საგრანტო დაფინანსების მიღება შეუძლია და ყოველწლიურად ეს პროცესი მიმდინარეობს უკვე ბოლო 3 წელია ყველა კუთხეში ტექნოპარკი დღეს უკვე 9 ქალაქში გვაქვს წარმოდგენილი მეათე იქნება სწორედ ქუთაისი და ვფიქრობთ რომ საქართველოს მთელი მოსახლეობა ასე ვთქვათ შეიკრება შეიძლება ვიფიქროთ მომავალში კიდევ ახალციხის მიმართულებას და ასე შემდეგ და ღმერთმა მაგას აფხაზეთის მიმართულებაც განვიხილოთ ჩვენ თუმცა ვფიქრობთ რომ უკვე შეკრული არის ის ძირითადი ქალაქები სადაც უნდა იყოს ყველგან უბრალოდ ვერ გავხსნით ტექნოლოგიები არც არის ამის საჭიროება სადაც არ არის ეხლა მაგალითად ჩვენ ასე ვთქვათ 2 მარტიდან უკვე დაიწყო ტურნე ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტურნე სადაც 65 ქალაქში ჩავდივართ და 65 ქალაქში მართავთ შეხვედრას მოსახლეობასთან ასევე იქნება წარმოდგენილი შოუ-ქეისი ჩატანილი იქნება ტექნოლოგიები და ვისაუბრებთ მოქალაქეებთან თუ რა შესაძლებლობას
აძლევს ეს ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარება თითოეულ მოქალაქეს მნიშვნელობა არ აქვს საცხოვრობენ, როგორ უნდა ჩაერთონ ამ პროცესში, როგორ უნდა მიიღონ მონაწილეობა სამთავრობო პროგრამებში, ეს იქნება გადამზადების პროგრამა, დაფინანსების პროგრამა თუ ასე შემდეგ და დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო ბევრ მოქალაქეს მივწვდებით და გამოიყენებენ ამას ასე ვთქვათ თავიანთი ახალი ინოვაციური ბიზნესი გამიმდინარე და ქართველები კრეატიული ხალხი ვართ. ძალიან ბევრი ძალიან კარგი იდეები აქვს, უბრალოდ ვერ ხედავს როგორ უნდა განახორციელოს და ეშინია გონია რომ ვერ განახორციელებს. არა და იმდენი დამხმარე მექანიზმი არის დღეს ქვეყანაში რომ დარწმუნებული ვარ რომ ეს კრეატივი საბოლოოდ ჩვენი ეკონომიკის წინსვლისთვის გადაითარგმნება სწორად. კი ბატონო, მე დარწმუნებული ვარ რომ მართლა ძალიან კარგია რომ საუბრობთ 10-ზე, მაგრამ არ საუბრობთ რომ 10-ზე გავჩერდებით, პირიქით არის გეგმები უფრო და უფრო მეტად გაფართოების. აუცილებლად მინდა კითხოთ ჩვენც ერთ-ერთი ყველაზე თუ არა გამოკვეთილად მნიშვნელოვანი ფაქტორი ბოლოს ახლა ჩვენ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები რომ ნახეთ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებში კიდევ ერთხელ მართლაც ვიტყოდი რომ სიამაყით უყურებდი IT სექტორის წილის აი ასეთ მზარდ ნაწილს თუ შეგვიძლია რომ ვისაუბროთ შევაფასოთ IT სექტორი გენერალურად და რა თქმა უნდა ასევე ადამიანები რომლებიც IT სექტორში მუშაობენ მათ შორის უცხოური სამუშაო ძალის მოზიდვის საჭიროება IT რეზიდენს ბინადრობის მიცემის საკითხიც აი რას ემყარება ეს გადაწყვეტილება. მოგეხსენებათ რომ IT ინდუსტრიის განვითარება შეგვიძლია თამამად დავაბრალოთ საქართველოს თავრობის რეფორმებს, იმიტომ რომ ნულიდან შეიქმნა ეს ინდუსტრია 2020 წელს სანამ საქართველოს მთავრობა რეფორმებს განახორციელებდა რა თქმა უნდა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ერთ-ერთი მონაწილეობით იყო დაახლოებით 0.5% მთლიან შიდა პროდუქტში. დღეს უკვე 5%-ამდე არის მთლიან შიდა პროდუქტი კიდე 2020 წლიდან გაზრდილია რამდენჯერმე და შესაბამისად ეს პროცენტთან ერთად დაახლოებით შეგვიძლია ვთქვათ რომ 20 ჯერ არის საერთოდ ბრუნვა IT სექტორის გაზრდილი ბოლო ასე ვთქვათ 4 წლის განმავლობაში. მნიშვნელოვანია ის გადასახადო რეფორმა, მნიშვნელოვანია ზოგადად ბიზნესის კეთების სიმარტივე, რომელიც დღეს ქვეყანაშია IT ინდუსტრიებთან მიმართებაში და მასთან ერთად გასულ წელს ჩვენ დავამატეთ IT ბინადრობის ნებართვა, რადგან სამუშაო ძალა არის ძალიან კონკურენტული დღეს მთელ მსოფლიოში. ანუ ეს კონკურენცია რაც არის IT ინდუსტრიაზე, ეს არის გლობალური კონკურენცია. ქვეყნებს შორის ჩაკეტილი სივრცე უბრალოდ არ არსებობს. ტალანტი არის ძალიან მოთხოვნადი და ჩვენ ვფიქრობთ რომ ამ მიმართულებით საქართველოს აქვს უნიკალური პოზიციონირება განსაკუთრებით რეგიონში რომ რეგიონალური ტალანტი IT მიმართულებით ჩვენს ქვეყანაში მოვიზიდოთ და ეს პირველ რიგში პირდაპირ შემიძლია გითხრათ რომ თავრობას ეს რეფორმა არ განუხორციელებია ბიუჯეტის გაზრდისთვის, იმიტომ რომ ძალიან დიდი საგადასახადო შეღავათები აქვს და ბიუჯეტში პირდაპირ გადახდილი ციფრი არც ისე დიდია, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია რა იხარჯება ეკონომიკაში. ანუ 5%-ს კი იხდიან უფრო მცირეს მაგალითად საშემოსავლოს ვიდრე სხვა ნებისმიერი ბიზნესი, მაგრამ უცხოელი კადრები, რომლებიც ჩამოდიან, მაღალადაზღაურებადი კადრები, თან აქ საუბრობთ, რომ მათი ხელფასები დაახლოებით არის 10,000 ლარზე მეტი. ხო? ისინი დათვლილი არის, რომ 40-დან 45%-ამდე თავიანთი ხელფასის ხარჯავენ ჩვენს ქვეყანაში. კი ბატონო, ანუ ეს ხარჯები ქირაობაში, რესტორნებში, სუპერმარკეტებში, სკოლებში დაყავთ შვილები, ასე შემდეგ და ეს ჩვენი ეკონომიკის ნაწილია, ჩვენი ეკონომიკის სწრაფი ზრდისთვის არის მიზანმიმართული და რა თქმა უნდა ბიუჯეტში გადახდილი ციფრით ძალიან მნიშვნელოვანია გამომდინარე იქიდან რომ კი ბატონო 20% რო დავაწესოთ შეიძლება უფრო მეც უნდა იხდიდეს მაგრამ ეს იმდენად ასე ვთქვათ არამიმზიდვას გახდის ამ სფეროს რომ იმ კომპანიებსაც დაუგარგავთ ვინც დღეს არის საქართველოს შემოსული და შესაბამისად თან ეს კიდევ ერთხელ აქ კონკურენცია არის გლობალური და არ არსებობს მსოფლიოში ქვეყანა დღეს სადაც IT ბიზნესაც იგივე გადასახადები აქვს რაც სხვა ბიზნეს გამომდინარე იქიდან რომ IT ეს არის მაღალი კონკურენციის და ყველა ქვეყანა ცდილობს რომ თავისკენ მიიზიდოს ხო აქ ხშირად არის ხოლმე რომ თითქოს ჩვენ გვაქვს რაღაცა გამორჩეულ ანუ რა ვთქვი რომ თითქოს ჩვენ ვცდილობთ მარტო მოზიდვას ანუ ის გვავიწყდება რომ დიდ კონკურენციაში ვართ ყველა აბსოლუტურად ამერიკის შეერთებული შტატები დიდი ბრიტანეთი რომლებიც ყველა მიმართულებით ვიზებს ამკაცრებენ შეუძლებელს ხდიან IT-ის მიმართულებას ეს არ ეხება ტექნოლოგიურ ტალანტებს ყველას აქვს
ძალიან უფრო სწრაფი გზა ესეთ დიდ ქვეყნებშიც კი, სადაც ურთულესი არის სამუშაო ვიზის აღება, რომ მათთვის არის დაჩქარებული, იმიტომ რომ მთელი მსოფლიო ცდილობს, რომ მისკენ მიიზიდოს ტექნოლოგიური ტალანტი, რადგან რა თქმა უნდა ტექნოლოგიების განვითარება არის მთავარი, ასე ვთქვათ, ეკონომიკის განვითარების ღერძი დღეს ნებისმიერ ქვეყანაში. არც ერთი ქვეყანა, ვინც კი რესურსებზე დამოკიდებული ქვეყანაც არის, ისეთი ქვეყნებიც კი დღეს ცდილობენ, რომ ტექნოლოგიებში განახორციელონ და ტალანტში განახორციელონ უდიდესი ინვესტიცია, იმიტომ რომ ყველა ხვდება, რომ ზოგი ალმას მოიპოვებს, ზოგი ოქროს მოიპოვებს, ზოგი ასე ვთქვათ, ნავთობს მოიპოვებს, მაგრამ თავარი და ასე ვთქვათ ურისკო ასე ვთქვათ ინვესტიცია არის სწორედ ადამიანური ტალანტი და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ეკონომიკის შექმნა, რომელიც ბევრად მყარია და ნებისმიერ რისკს უძლებს, ვიდრე რომელიმე კონკრეტულ რესურსზე დამოკიდებულება. კი ბატონო, ტექნოლოგიურ განვითარებაზე საუბრობთ და რამდენჯერმე ახსენეთ თქვენ რეგიონი, მსოფლიო, მათ შორის შესავალ ნაწილშიც აღნიშნეთ ჩვენი მეზობელი და მეგობარი ქვეყნები სომხეთი, აზერბაიჯანი, ხო მათთან ეკონომიკური თანამშრომლობა, აგერ დღეს მთავრობათა შორის კომისიის ხდომა საქართველოში, სომხეთ-საქართველოს მანამდე ეკონომიკისა და განვითარების მინისტრის ვიზიტი აზერბაიჯანში. როცა საუბრობთ იგივე რეგიონულ ჭრილში და გლობალურ ჭრილში, სად ვართ ჩვენ ამ თვალსაზრისით ტექნოლოგიების, ინოვაციების IT სექტორის განვითარების ნაწილში, კიდევ ერთხელ როგორც რეგიონულ, ისე გლობალურ დონეზე, თქვენი შეფასებით, თქვენი დაკვირვებით. რეგიონიც არის ძალიან კონკურენტული, რა თქმა უნდა და ჩვენ მარტო სომხეთ და აზერბაიჯანით არ უნდა შემოვიფარგლოთ, იგივე ცენტრალური აზიის ქვეყნები უდიდეს ინვესტიციებს ახორციელებს, განსაკუთრებით ყაზახეთი და უზბეკეთმა ბოლო წლები დაიწყო მსხვილი ინვესტიცია და უზბეკეთი ასევე როგორც ბაზარი, ასევე ძალიან მიმზიდველია, იმიტომ რომ 40 მილიონამდე არის მოსახლეობა და შესაბამისად ეს უპირატესობები აქვს. ზოგს, ყველა ქვეყანას აქვს თავისი უპირატესობები, ხო? სომხეთს მაგალითად აქვს ძალიან ძლიერი დიასპორა, რომლებიც ტექნოლოგიურ ბიზნესში ერთ-ერთ წამყვან პოზიციაზე არიან, NVIDIA-დან დაწყებული, Microsoft-ით დამთავრებული, რაც მნიშვნელოვნად ეხმარება, რა თქმა უნდა, ეს დიასპორის წარმომადგენლები გადაწყვეტილების მიღების პროცესში ტექნოლოგიურ გიგანტებთან მიმართებაში. აზერბაიჯანის უპირატესობა აბსოლუტურად სხვა მიმართულება, იგივე რესურსებზე დაფუძნებული ეკონომიკა, მაგრამ მათ აქვთ მნიშვნელოვანი რესურსები, ფულადი რესურსები, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელოს და დღეს აბსოლუტურად ყველა სფეროში ცდილობენ, რომ ტექნოლოგიური პროცესების დახვეწა და განვითარება მოხდეს. ყაზახეთი ასევე დიდი ეკონომიკა, უზბეკეთი, რაოდენობა, საქართველოს არც დიდი ფული აქვს ამ მიმართულებაში, არც ძლიერი დიასპორა გვყავს სამწუხაროდ, მაგრამ ჩვენ გვაქვს სხვა უპირატესობები, რომელსაც აი მაქსიმალურ კაპიტალიზაციას ვუკეთებთ. პირველ რიგში ეს არის ტალანტი. ზოგადად ქვეყნის მდებარეობა და მისი ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური, ასე ვთქვათ, სიტუაცია, რაც ჩვენს ქვეყანაში არის, თავისუფლება, რაც მიმზიდვას ხდის უცხოელი ტალანტებისთვის, ჩვენს ქვეყანაში შემოსვლის და აქ ცხოვრებისთვის და ბიზნეს თავისუფლება, რაც სხვა ქვეყნებთან შედარებით ბევრად დიდი უპირატესობა აქვს საქართველოს, კორუფციის მინიმალური დონე და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ჩვენს უპირატესობას ითარგმნება. და ამას დაშენებული დამხმარე მექანიზმები, თავისი საგადასახადო შეღავათები, თავისი წვდომა დაფინანსებებთან მიმართებაში და ასე შემდეგ, ის სამთავრობო პროგრამები ამ ყველაფერს უზრუნველყოფს, რომ ჩვენი უპირატესობა გამოვსახოთ, იმიტომ რომ სხვას რაც უპირატესობა აქვს, იმას ჩვენ ვერ შევქმნით. ხო, ის სხვას აქვს თავისი ბუნებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე და ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობა არის, რომ ვიყოთ ყველაზე წარმატებულები, ყველაზე რეფორმატორები, ყველაზე სწრაფები და ყველაზე ინოვატორები, მათ შორის იმ ასე ვთქვათ, სტრატეგიები და პოლიტიკების შექმნისთვის, რომელიც უზრუნველყოფს სწორედ ჩვენს მიმზიდველობას. კი ბატონო, მათ შორის ხა უპირატესობებზე როცა ვსაუბრობთ, აქ რაოდენობრივი ფაქტორებია ხომ ხშირად მათ შორის ქვეყნები რომ ჩამოთვალთ იგივე მოსახლეობის რაოდენობის კუთხით და ასე შემდეგ. ეკონომიკის სიდიდის კუთხით და ასე შემდეგ. დიახ, კი ბატონო. ერთი კითხვა, რომელიც გზაში დამება და დამატებით, რომელიც პრინციპში რომ თქვა ყოველთვის აქტუალურია საკითხი. აი თქვენი დაკვირვებით იგივე ჩვენ რეგიონებიც მიმოვიხილეთ ამ შემთხვევაში საქართველოს რეგიონებს გულისხმობ და ვისაუბრეთ გარკვეული ტიპის მაჩვენებლებზე. თვითონ ახალგაზრდებში როგორ ხედავთ აი დაინტერესებას ამ მიმართულებებით ჩვენთვის ვთქვათ ამ შემთხვევაში საუბრის რელევანტური
მიმართულებებით. აი დინამიკა როგორია, თქვა, რამდენად უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა ერთვება ამ პროცესში? ძალიან მაგარი დინამიკა გვაქვს პირდაპირ გეტყვით. ესეთი ანუ ახალგაზრდები არის მთლიანად მოტივირებული ტექნოლოგიების სფეროში, იმიტომ რომ მათთვის ეს მარტივი გასაგები გახდა უკვე რამდენიმე წლის წინ, რა თქმა უნდა, ესე არ იყო, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით, რომ ამ მიმართულების პოპულარიზაცია მოხდა ახალგაზრდებში. უფრო თბილისთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, თუმცა აი ჩვენი ამოცანაც ახლა მაგიტომ არის, რომ გადავწყვიტეთ, რომ ჯიტა ჩავიდეს 65 ქალაქში. თითოეულ ადამიანთან მაქსიმალურად მივიტანოთ ეს შესაძლებლობები, რომ ეს არ არის უტოპია, ეს არ არის ის, რომელსაც მხოლოდ ვებსაიტზე მოიკითხავ ან ტელევიზორში ნახავ, რომ შენ შეგიძლია ამ პროცესის ნაწილი ვიყო და ჩვენ ვხედავთ, რომ სკოლის ასაკშივე ადამიანები იწყებენ ტექნოლოგიურ ბიზნესზე ფიქრს. როგორ შეიძლება დღეს ეს ტექნოლოგიური მიღწევებით ჩვენ გადავთვალოთ ახალ ბიზნეს შესაძლებლობებად და ასევე დღეს ბოლო პერიოდში იგივე ხელოვნური ინტელექტის განვითარებამ და ასე შემდეგ უზრუნველყო რაც აქამდე შეუძლებელი იყო solo founder, ეგრეთ წოდებული solo founder-ების პოპულარიზაცია, რაც გულისხმობს, რომ ერთი კაცი ქმნის ბიზნესს. გუნდიც კი უკვე აღარ ჭირდება, იმიტომ რომ ხელოვნური ინტელექტი შენ უნდა მოძებნო, რომ დღეს სად არის საჭიროება, სად არის რაღაცა ბიზნესის ჩავარდნა და იქ შესთავაზო შენი გადაწყვეტა სწრაფად და გაყიდო ონლაინ შენი სერვისი. შენი ინოვაციური პროდუქტი და შესაბამისად, აი ამ მიმართულებით თავარია რომ ვიცოდეთ, სწორი ცოდნა გქონდეს და გამბედაობა და ნიჭი გვაქვს და აი ეს ორიზე უნდა ვიმუშაოთ, რომ თქვენს ხელს უწყობთ ბევრი კუთხით ამ ბევრს ასტიმულირებთ ამ კუთხით და აუცილებლად მინდა გკითხოთ ჯამში თქვენს საერთაშორისო თანამშრომლობაზე, რომელიც ჯიტას აქვს და ასევე ცხადია 2026-ის ძირითად პრიორიტეტებზე, რას ველით ჩვენ მიმდინარე წელს. ჩვენ რა თქმა უნდა საერთაშორისო პარტნიორობა გვაქვს აბსოლუტურად ყველა ქვეყანასთან, დაწყებული ამერიკის შეერთებულ შტატებთან, სადაც ჩვენ მნიშვნელოვნად უზრუნველყავით ის, რომ ასე ვთქვათ, ქართული სტარტაპები მოიზიდონ ინვესტიციები იქიდან, სადაც ყველაზე დიდი ინვესტიციები არის, ეს არის სილიკონის ველი, რა თქმა უნდა, კალიფორნია, ამერიკის შეერთებულ შტატებში. ასევე ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატების საელჩოსთან საქართველოში ეხაც ვთანამშრომლობთ ბევრი მიმართულებით, მათ შორის ახლა Select USA-ს კონკურსი მიმდინარეობს, სადაც ჩვენი სტარტაპები მაქსიმალურად იღებენ მონაწილეობას, რაც კიდევ მეტი ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობას ქმნის. რა თქმა უნდა, ევროპასთან და როგორც მთლიანად ევროკავშირთან მიმართებაში, სადაც ჩვენ ეხლაც მაგალითად ერთ-ერთ ევროკავშირის საგრანტო პროგრამაში ინოვაციის ტექნოლოგიების აგენტომ გაიმარჯვა და ეს რესურსები მოხმარდება ქართული სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ჩვენ ასე ვთქვათ, პირდაპირ ქვეყნებთანაც, ევროკავშირის ქვეყნებთანაც ერთ-ერთზე ძალიან კარგი პარტნიორობა გვაქვს, იგივე საფრანგეთი, იგივე გერმანია, იგივე იტალია, იგივე რუმინეთი, მაგალითად, რომელსაც შემდეგ კვირასაც ვიზიტი გვაქვს და ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორობა პოლონეთთან, რა თქმა უნდა, ჩვენ მეზობელ ქვეყნებთან, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, ჩინეთთან, იაპონიასთან და ჩვენთვის თავარია, რომ ყველა სტარტაპს, სადაც შეიძლება პოტენციური, ასე ვთქვათ, ბაზარი იყოს მისთვის, ჩვენ დავეხმაროთ მათ სწრაფად მოხდეს მათი პროდუქტის ინტეგრირება ამ ბაზარზე და ჩვენ თანამშრომლობთ როგორც სამთავრობო სტრუქტურებთან, ისე ბიზნეს სტრუქტურებთან, რომ აი ეს ყველაფერი დაჩქარდეს ისრაელთან, არაბთა გაერთიანებულ ემირატებთან, ძალიან წარმატებული პარტნიორობები, რაც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ჩვენი სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებისთვის. ასევე შემდეგ წელს დაგეგმილი გვაქვს ძალიან ბევრ მნიშვნელოვან და ასე ვთქვათ პრიორიტეტულ საერთაშორისო გამოფენებზე ჩვენი ქართული სტარტაპების მონაწილეობის უზრუნველყოფა, დაწყებული ევროპის ყველაზე დიდი ლისაბონში ვებ სამიტის მიმართულება, ასევე დუბაიში ჯაიტექსი, წელს ემატება აზიის მიმართულება, სინგაპური, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, ადგილი არის სტარტაპების განვითარებისთვის და ინვესტიციების მოზიდვისთვის და რა თქმა უნდა ამერიკის შეერთებული შტატები და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ქართულ სტარტაპებს გქონდეთ შესაძლებლობა და ჩვენ ასევე წელს არა, მაგრამ მომავალ წელს ვფიქრობთ, რომ აფრიკის მიმართულებას
დაუმატოთ, რომ იმიტომ რომ აფრიკა არის ერთ-ერთი ყველაზე აფრიკა არის ერთ-ერთი კი არა შეიძლება ვთქვათ, რომ ყველაზე სწრაფად მზარდი ბაზარი ტექნოლოგიების მიმართულებით თან სოფლიოში და აბსოლუტურად ძალიან ჩამორჩა ბევრი ტექნოლოგიური განვითარების პროცესი აფრიკა და ეხლა ძალიან ბევრ ქვეყანას აქვს მნიშვნელოვანი ასე ვთქვათ ინვესტიციები განხორციელებული რომ განათლებაში ეკონომიკაში დაინერგოს ციფრული ტექნოლოგიები და აქ ქართულ სტარტაპებს აქვს ძალიან კარგი პროდუქტები რომელიც კონკურენტუნარიანია აი ესეთ ბაზრებზე და ჩვენ ვფიქრობთ რომ სტარტაპერების შეიძლება საინტერესო იყოს შესვლა რა თქმა უნდა იქ ტექნოლოგია და ძალიან დიდი ბაზარზე გასვლა მოსახლეობა იზრდება ძალიან დიდი აფრიკის კონტინენტზე, მსყიდველი უნარიანობაც იზრდება აფრიკის კონტინენტზე და შესაბამისად ჩვენ სწორედ მაგას ვამბობთ, რომ ეს სტარტაპ ეკოსისტემა არ არის რაღაცა ჩაკეტილი ფრაგმენტულად რომელიმე გეოგრაფიულ წერტილებში, ხო? ჩვენ პროდუქტები სადაც კი კონკურენტუნარიანია, იქ უნდა მოვიხმაროთ, რომ სწრაფად მოხდეს ბაზარზე გასვლა. First ასე ვთქვათ, კამერების თემა, რომ პირველი ვინც შედის ბაზარზე, ის მნიშვნელოვან უპირატესობას იღებს, აი ამაში უნდა ვიყოთ ჩაღოთ და ამიტომ ჩვენ სტარტაპებთან მაგალითად სამი კვირის წინ მქონდა ინოვაციების ტექნოლოგიების აგენტოში მკაფიო შეხვედრა ქართულ სტარტაპებთან და იყო ჩვენი მხრიდან მოწოდება, რომ რაც სამწუხაროდ ბევრ ქართულ სტარტაპს ახასიათებს, რომ ქართულ ბაზარზე სწრაფად მოიკიდებენ ფეხს, შექმნენ ინოვაციურ ბაზარს და მერე თითქოს ნელდებიან, იმიტომ რომ კარგი შემოსავალი აქვთ, თითქოს კმაყოფილდებიან, მაშინ როდესაც მათ პროდუქტს აქვთ შესაძლებლობა, რომ გლობალურ ბაზარზეც იყვნენ ისეთივე დომინანტები, როგორც ქართულ ბაზარზე არის. უბრალოდ შევარჩიოთ უნდა სწორი ბაზარი, მე რა ჭირდებათ სახელმწიფოსგან ჩვენ მზად ვართ, რომ მათ ხელი შეუწყოთ მის საერთაშორისო განვითარებაში, რაც ნიშნავს დამატებით ინვესტიციას ჩვენ ქვეყანაში, დამატებით შემოსავალს ჩვენ ქვეყანაში და რა თქმა უნდა ახალ სამუშაო ადგილებს, ხო? შესაბამისად, აი ჩვენი ამოცანა სწორედ აი ამისკენ არის მემართული. ჩვენიერი ამოცანაა და მართლა ძალიან მნიშვნელოვანია ხა აფრიკა ახსენეთ და გაუყვალოთ გზა სტარტაპებს და დაეხმაროთ მეტი შემოსავლის მიღებაში, მეტი არეალის ჩვენებაში და კიდევ ერთხელ აბსოლუტურად სწორი აქცენტია რომ დაკმაყოფილება არაფრით არ შეიძლება. კარგი დასაწყის, კარგი გაგრძელება უნდა თორე სხვანაირად იდეაც მოკვდება საქმეს. კი, რა თქმა უნდა. ბატონო ავთო, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ კიდევ ერთხელ Business Insider-ში რადიო სივრცეში სტუმრობისთვის როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესო მოსაუბრებს ანდებით, საინტერესოდ მიმოვიხილეთ ძირითად თემები და კიდევ ერთხელ მე დარწმუნებული ვარ რომ რადიო სივრცეში ჩვენს Business Insider-ის პლატფორმებზე ჩვენ გავაგრძელებთ უღრმესი საქმიანობაზე საუბარს. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ჩვენს მაყურებელს და მსმენელს. დღეს Business Insider-ი ამით დასრულებულია. ჩვენ დავბრუნდებით ტრადიციულად 4 შაბათს 5 საათიანი საინფორმაციო გამოშვების შემდგომ.